კირკი ისეთი ფიგურა იყო, რაც პრინციპში აი რა სიტყვა მოდი ხა ლიბერალიზმს დაუბრუნე, რა სიტყვა ლიბერალიზმი. ლიბერალიზმი გაჩნდა აბსოლუტიზმის პერიოდში და მოითხოვდა საჯარო სივრცის გახსნას, რომ მოდით რა შემოდეთ ჩვენთან დიალოგში და სიტყვის თავისუფლება. ეხლა კირკი რას აკეთებდა? კირკი რაღაცა თანამდებობა ესეთი, რომ რაღაც გადაწყვეტილება მიიღო არ ქონდა, ის საჯაროდ გამოდიოდა და ღიად ადამიანებს ესაუბრებოდა. ერთი ვიდეო არ არსებობს, სადაც ის ადამიანები ის ადამიანები რომლებიც ეკამათებდნენ, სადაც ამ კამათში გაემარჯვოთ იმ ადამიანებს. ყველგან არ ამცირებს, ძალიან მარცხდებოდა. რაციონალური სიტყვით ამარცხებს. პირიქით, აი შეგიძლიათ ნახოთ YouTube-ის სავსეამით, რომ ეს ადამიანები რაღაც ტრანსგენდერები იქნებოდნენ თუ ეს მემარცხენე ლიბერალები თუ სხვა, აგრესიით გამოდიოდნენ ის რაციონალურად არგუმენტირებულად პასუხობდა. ანუ სივრცე სადა რაც უნდა ყოფილიყო, აი ლიბერალიზმის მიმართ თქვენ ხო გინდათ რომ იყოს საჯარო სივრცე ღია, სადაც არგუმენტებით გამიმარჯვეთ. არ ქმნით ეგეთ სივრცეს, არც ჩვენთან არ ქმნით, ამით თუ მეტიც ამერიკაში არ ქმნით. და როდესაც გადაიქედით სექტად, რაც სექტას ემართება, რომ განსხვავებულ აზრის მკვლელობებზე გადადიან, გადახვიდით ამაზე. ანუ ეგ რატომაა ახლა საშიში? ეს იმიტომაა საშიში, რომ ეგრო ტენდენციად იქცეს ჩვენ აქამდე უბრალოდ აგრესიული რაღაც სექტის ნაცვლად გვექნება საქართველოში. სოფლიოში. საქართველოში. მე არ გონია რომ ქართველი რაღაცა ეს ლიბერალი, ევროპელი თუ ამერიკელი ხალხო პროექტი. ერთი პროექტის ნაწილია აბსოლუტურად რა. და ეს თუ ტერორისტული, მან თუ ტერორისტული ხასიათი მიიღო, შინაარსი მიიღო რა. ეს რა თქმა უნდა ცუდი იქნება ბევრისთვის, მაგრამ ეს დააჩქარებს რა თქმა უნდა მათ დაღმავლოს. ის რომ ამ მკვლელობის შემდეგ მათი რაღაც მორალური და მათი რაღაცა პოზიციები უფრო შესუსტდა არა პირიქით, ხო? ეს ჩანს. და ჩანს კიდე ერთი მომენტი, რომ ადამიანს შეიძლება ახლა რაღაცა განსაკუთრებით წუხარებით არ შეხვდე, მაგრამ ესე როგორ სიხარულით როდესაც შეხვდე, ხო? ეს მიანიშნებს რომ შენ მენტალურად მზად ხარ ტერორისტს ხარი დაუჭირო.